მშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, ეთერშია სოლო. დღევანდელ პროგრამაში კვლავ უკვდავი ჟანრის, ყოველ შემთხვევაში საქართველოსათვის და ქართული კულტურისთვის უკვდავი ჟანრის წარმომადგენლები მოვიწვია. დიდი მადლობა მობრძანებისათვის. ეს გახლავთ მედუდუკეთა ანსამბლი ძველი თბილისი, ბატონი რობინზონ სარალიძის ხელმძღვანელობით. საღამოშიდობისა. დანარჩენ წევრებს, ბატონ რობინზონი მედია თქვენ წარმოგვიდგენთ. ლევან კურტანიძე. დიახ. სერგო ქუჯაშვილი, ჰამლეთ ბარუნაშვილი. ძალიან სასიამოვნო. ყავს კიდე ანსამბლის წევრები, მაგრამ ხო, ნუ ახლა გასაგები. მაგრამ პრინციპში ეს ისეთი კლასიკური ვარიანტი არის, ხო? ახლა მე ვიცი რომ თქვენ ანსამბლში ისეთი 10 კაცია. 10 კაცია გოგონების გავთ და სხვათა შორის ძალიან მაინტერესებს და ერთ-ერთ გადაცემაში აუცილებლად იმედია გოგონებთან ერთადაც გიხილავთ და ჩვენი მაყურებელიც იხილავს თუ როგორ უკრავენ, როგორ მღერიან გოგონები გასული საუკუნეების მუსიკას. ძალიან საინტერესო იმ ქალაქურ იმ თბილისის ეს მე მგონი ზუსტად თბილისის მუსიკა არის, იმიტომ რომ ახლა ფოთში, ხო ქალაქურია ხო რა თქმა უნდა ფოთში ან სხვა რეგიონებში ნაკლებად სრულდება. ძალიან კარგად ასრულებენ, ძალიან კარგად მღერიან სხვათა შორის ჩვენი გოგონები. ბატონ რობინზონ, თქვენ ძალიან დიდი გამოცდილება გაქვთ სხვადასხვა ანსამბლებშიც უკრავდით, სახელმწიფო ანსამბლში ძალიან ბევრ საინტერესო და ესეთ ლეგენდარულ პიროვნებასთანაც გქონიათ ურთიერთობა, მათთან ერთად თანამშრომლობდით და რაც ყველაზე საინტერესოა, აი თანამედროვე პოპ შემსრულებლებთანაც მე მგონი ყველაზე მეტად თქვენ ღებულობთ მონაწილეობას თიკა ჯამბურიასთან. დავიწყე პატარა გოგონას და თიკა ჯამბურიასთან. ხო, ჩვენი ტურაშვილთან. ხო, კიდევ დათო ხუჯაძესთან. დათო ხუჯაძესთან ხო, მახინჯი რო იმღერა ხო და იმასთან კიდევ თათარაშვილთან. და კახაჩიშკერიძეა მეგონი თქვენი პროდიუსერი მენეჯერი. კახუჩელაა ჩვენი პროდიუსერი ანსამბლის. დისკიც გამოვიდა ჩვენი ანსამბლის ძველი თბილისის, კასეტას იყიდება უკვე მაღაზიებში არის. ეს ყველაფერი დიდი მადლობა ჩვენ კახუჩელას, იმიტომ რომ გაგვიწია დიდი პატრონობა და დიდად ამოგვიძებთ. აი როგორ იყიდება მე რაც გულისხმობ, აი კარგად მიდის სიტყვაზე ეს თქვენი დისკები, აი არის მოთხოვნა მოსახლეობაში. კი, მოთხოვნა ძალიან. ნუ სანამ გამოვიდოდა შემჭამეს რა, სად არის, ნუ. ეხლა გამოვიდა, ნუ დამირეკა კახუჩელამ რომ უკვე გამოვიდაო და ეხლა ვინც მეუბნება წაით მეთქი არის იყიდეთ, შემჭამეს რა მართლა შემჭამეს. განატრებულია ხალხი. უყვართ ძალიან დუდუკი და ძალიან აფასებენ. მით უმეტეს ახლა ქალაქ თბილისში ვინც კი გაიზარდა, ახლა თბილისი დუდუკის გარეშე, დოლის გარეშე, აი იმ კომპოზიციების გარეშე, ფაქტობრივად წარმოუდგენელია. ესე იგი ჩვენ ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი ნაწილი, კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილი სიტყვაზე აი ამ სახით, იმიტომ რომ ეს იყო თბილისი, აუცილებლად ტივი და არა მარტო ტივზე სრულდებოდა რა თქმა უნდა ეს. ტივი, ცხვარი და დუდუკი, ხო? ხო, დავისდა. აბარა. დიახ. ეს საკმაოდ რთული ინსტრუმენტია, ხო, რამდენადაც ვიცი აი ეს. ნუ ინსტრუმენტი რა თქმა უნდა რთულია, შესრულება უნდა უმაღლეს დონეზე. სხვათა შორის ამას ხო არ აქვს, კლავიშები არ აქვს. დიახ. ნახევარი ხმები არ აქვს, ეს თვითონ უნდა გამოიმუშაო შენ. უნდა კონდეს გული, შესრულება და ქალაქელობა, რაც თავარია. აუცილებლად რომ შეასრულო ნორმალურად. ანუ ეს ყველა ატრიბუტი საჭიროა მისათვის. აუცილებლად. თუ სისხლში არ აქვს ქალაქელობა, ისე მაინდა-მაინც ვერ შეასრულებო. აი მყავს ერთი ჩამოსული, მოსწავლე ჩემი ლევანი, რომელსაც ყველაფერი გადაუნერგე და უნდა იყოს. ის როგორიც მე მინდა ისეთი უნდა დადგეს კიდევაც და არის კიდევაც. იცით რა არის ქალაქში ახლა ოსტატი ხალხი არიან. აი ბატონ რობინზონი არის ერთ-ერთი ოსტატი კაცი. ერთ-ერთი კი არა, ამ კაცს უფლება აქვს საერთოდ რომ ყველა მედუდუკეს დაუძახოს და დაუშვათ შენ აი ეს შენას გააკეთე შენ ერთ-ერთი დიდი ოსტატი კაცია ქალაქში. ოდითგანი ასე არის ოსტატი ახალი ტრადიცია მაინც არსებობს ესე იგი მედუდუკეებში ხალხში ეს ყველაფერი აი ეს ფორმა ხო სიტყვაზე იგივე პატივისცემის აი რომ ეს აუცილებლად ყველაფერი დაცულია.
ხო, მინდა რო არ დაიკარგოს თბილისში ეს დუდუკი. ხო, მოგახსენეთ კიდევაც გოგონების ყავს მე დუდუკები. ჩვენ დავუბრუნდებით ამ თემას, რაც შეეხება მოწაფეებს და ასე შემდეგ, კიდევ ალბათ ანსამბლიც იზრდება, იმიტომ რომ აკორდეონსაც იყენებს, კიდე სხვადასხვა ინსტრუმენტებს, ვიოლინოსაც და ასე შემდეგ. ვიოლინოს გვაქვს, არფას გვაქვს. დიახ. მაგრამ დღეს ისეთი კლასიკური ვარიანტი გვექნება და სანამ შეასრულებდეთ ჩვენს ეთერში ახლა სარეკლამო ბლოკია, ასე რომ დარჩი ჩვენთან სარეკლამო ბლოკის შემდეგ ანსამბლი ძველი თბილისი წარმოგიდგენთ თავის პირველ კომპოზიციას. ჩვენ კლუბ პირდაპირ ეთერში ვართ, თქვენს წინაშე ანსამბლი ძველი თბილისი. მე რა თქმა უნდა სახელწოდებაც ისეთი დაარქვით, რომ აი კონკრეტულად ნიშნავს, ანუ იქნება ის ძველი მოტივები, რომლის სამწუხაროდ ახლა ავტორების სახელები ალბათ აღარც არსებობს, ხო? კალაკურია. ყველა ალბათ მედუდუკემ თავისი რაღაცა დაამატა. და ამას სუსმენით ხდება, ხო? იმიტომ რომ სანოტო ნოტები არ არსებობს. სმენით. არა, ნოტები კი არსებობს, მაგრამ ჩვენ სმენით აგვაქვს ყველაფერი მედუდუკები. სუსმენით და იმით ვსწავლობთ. როდის ჩამოვაყალიბეთ ანსამბლი? ეს ძველი თბილისი არის დაახლოებით 15 წელიწადი, რაც ეს ანსამბლი. დიახ. მანამდე სახელმწიფო ანსამბლში ასევე ახალგაზრდობისას მე სახელმწიფო ანსამბლში მუშაობდი. დიახ. ვერც მაცხონოს ცხოვრებული ჯანო ბაგრატიონი რო იყო მასში. დიახ. აი მე ანსამბლში ვიყავი. ხოდა დიდებული კაცი იყო მართლა, დიდებული მუსიკალური. იმასთან ვერაფერი ვერ შეგეშლებოდა, არ არსებობდა ვარიანტი. დიახ. ესეთი კაცი როგორც ჯანო ბაგრატიონი იყო. აი იმის ხელში ვარ გაზრდილი. იმ ანსამბლში. საგასტროლოდ აი მოგიწიათ სადმე წასვლა საზღვარგარეთ. ნუ გასაგებია. საფრანგეთში ვიყავით. აი ბატონი ჰამლეტი მე ერთად ვიყავით. ორი თვე ვიყავით. 27 ქალაქში ვიყავით, ხო? 27 ქალაქში ვიყავით. სხვათა შორის ერთ ეკლესიაში რო ქონდა კონცერტი. დიახ. ხოდა ერთი დუდუკით ვიყავი და გარმონი ვიწევდა ბას და ერთი დუდუკით უკრავდი. დიახ. ნუ ხალხი იყო გასუსული, გაჩუმებული, მე მეგონა არ მოეწონათ კაცო რა, და რომ დავამთავრე მე რომ დაიწყეს პირველი და ეს ძალიან მაგრამ მოეწონათ, აი ნუ ერთი დუდუკით რო შევასრულე. დიახ. სიმღერაც ეგრე ახლა წარმოგიმოვეს და რა მოვიყვნენ. ხო, სოლოები მქონდა რაღაცებს, მარტო დუდუკით გამოვიდოდი და მე რა. დიახ. გამოვიდოდნენ, გამომართვდნენ მარტო ყამიშებს და უბერავდნენ ეს ფრანგები და დადიოდნენ ქუჩაში. ეს ყამიში არის, ანუ ეს მუშტი. აი ეს ზევით რო აქვს, ეს ამას ქვია ყამიში. ყამიში. ეს დაბლა, ეს დუდუკია მთლიანად. დიახ. ამას ის ბანია. ეს ბანი. დიახ. ეს სოლოებია და ეს ბანი. იმაზეც სრულდება სოლო პარტია, არა, მაინც ის ბანს ასრულებს, ბანზე. დიახ. ძალიან საინტერესო. ნუ ალბათ ეხა ის დრო მოვიდა, რომ ჩვენ მოვისმინოთ. შევასრულოთ ქალაქურ მელოდიას დილის საარს. აი საიდანაც იწყება, ხო? ეს დილით სრულდებოდა. ის რო იყო დილით, ხო, აბა, რო იქეიფებდნენ დილის საარზე გამოვიდოდნენ, მაგიდას დადებდნენ ქუჩაში და დილის საარი აი იქიდან შემოვიდა. აჰა. მეთხარი და რო შევასრულოთ. კი ბატონო. კიდევა?
ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ესეთი ძალიან საინტერესოა. ესე ფაქტიურად დილა იწყებოდა ესე. მართალია საღამოს შევასრულოთ, მაგრამ დილისაა. ხო, ფოტოშოპის განმეორებით რო გავა ეს პროგრამა, რაღაცნაირად მეტნაკლებად დაემთხოვა. დაახლოებით ხა. რა თქმა უნდა ეს ალბათ სრულდებოდა სადღაც დილის 6 საათზე, სანამ გაიღვიძებდნენ, მე ალბათ მიდიოდნენ სამუშაოდ და ასე შემდეგ ხა ეს. ხაში. ხო, ხა ზედ ლავაში და ასე შემდეგ. მაინც მშრომელი ხალხის ქალაქიც იყო, რა თქმა უნდა ეს მუსიკოსებიც და სულ ყველა ეს ყველა მუშაობდა, ხა ისეთ პერიოდი იყო მაშინ და რაც შეეხება ხა მოწაფ გოგონებს, ეს აბსოლუტურად სხვა თაობა არის. ეს თაობა არის, რომლებიც, ну, აი, რამდენი წლის არიან ალბათ 15-20 და ასე შემდეგ. არა, 20 წლის არიან, 22 წლისებია, ესე ყველა მწლოვნების არიან. და ისე ინტერესს გამოხატავენ და რაც ყველაზე მთავარი, მე პრინციპში აი, დუდუგზე შემსრულებელი ხალი არ შემხვედა. არასდროს არ ყოფილი, ეს არის პირველი. თბილისში. რაც დიდ ხალხს ჰქონდა ამის სურვილი, რომ გამეკეთებინა. ჰქონდა ამის სურვილი და გავაკეთე კიდევაც იქ ერთი გოგონა მყავდა, რომელიც პირველი მერცხალი იყო შორენა. მოვიდა თვითონ ვიზონობით მასწავლეო რა და მე ვთქვი კი თვითონ გამოხატა სურვილი. არა, მე მინდოდა, მაგრამ თვითონ რომ მოვიდა მე ამ გოგონას დავავალე, მომიყვანეს თავის დაკალები. და შემქმნელი ანსამბლი მედუდუკეთ. ეხლა ძალიან მშვენივრად ასრულებენ. აი მოვიყვან ერთხელ და მოისმენ. თან უკრავენ, თან მღერიან კიდევაც. კი, მღერიან კიდევაც, უკრავენ კიდევაც, ბედოლეც არის გოგონა. თლიანი სასტავი, აი ესეთ როგორც 3 და მეოთხე. მეოთხე, ესეთ კლასიკური ვარიანტი. კი, კლასიკასაც ასრულებენ, იმიტომ კონსერვატორია დამთავრებული აქვს, მუსიკალურად განათლებული გოგონები მყავს. კი. ეხლა კი ჩვენს ეთერში პატარა ისეთი ტიხარია, ჩვენ გვაქვს ბილბორდის ჩარტი და თქვენ ნახავთ, ну, ბილბორდი რას ანიშნავს უპირატესობას.
ამერიკულ ჩარტში, რომელსაც ყოველკვირეულად ატარებს ჟურნალი Billboard-ი, მე-10 ადგილზე გავიდა New Found Glory-ის ახალი ალბომი Catalyst. New Found Glory 1997 წელს ჩამოყალიბდა და რამდენიმე თვის წინ თავისი მეხუთე ალბომი გამოსცა. Billboard-ის ჩარტში მე-9 პოზიციაზე ფილმ Shrek-2-ის საუნდტრეკია. ეს ალბომი 3 კვირაა, რაც აქტიურად იყიდება ამერიკაში. Let's do that again. ისევ საუკეთესო ათეულშია Prince და მისი ახალი ალბომი Musicology, თუმცა ჯერჯერობით მუსიკოსის ნამუშევარმა სასურველი პირველი პოზიცია ვერ მოიპოვა. ჯგუფ D12-ის ალბომი D12 World 5 კვირაა, რაც Billboard-ის ჩარტის საუკეთესო ათეულშია. D12 გამოსვლიდან პირველივე კვირას ჩარტის პირველ პოზიციაზე მოხვდა. მეექვსე პოზიციაზე პოსტ-გრანჟის მიმდევარი ჯგუფი Hoobastank-ია. დისკი The Reasons ჯგუფის რიგით მეორე ალბომია. მეხუთე ადგილზე Rebel Method Man-ის მესამე სოლო ნამუშევარი Trickle All the Prequel გავიდა. თავად მუსიკოსი თვლის, რომ ეს მისი ერთ-ერთი საუკეთესო ალბომია. როგორც ჩანს, ამერიკელებიც ეთანხმებიან მის აზრს. დისკი წარმატებით იყიდება. მეოთხე პოზიცია 30 წლის Gretchen Wilson-ის სადებიუტო ალბომმა Here for the Party დაიკავა. დისკი ამ წლის 11 მაისს გამოიცა და 3 კვირაა, რაც Billboard-ის ჩარტშია შესული. ამავე ალბომშია შესული მისი სინგლი Redneck Woman. უკვე მე-10 კვირაა, რაც Usher-ის ალბომი Confessions Billboard-ის ჩარტის სათავეში დგას. ამ კვირას მან 2 საფეხურით ქვემოთ, ანუ მესამე პოზიციაზე ჩამოინაცვლა და პირველობა Billboard-ის ახალ სახეებს დაუთმო. Billboard-ის მეორე პოზიციაზე ახალი სახეა. ეს არის Slipknot-ის ახალი ალბომი The Subliminal Verses. დისკი გასულ კვირას გამოვიდა და მეორე ადგილი დაიკავა Billboard-ის სიდაღლუმში. ეს არის ალტერნატიული მეტალის მიმდევარი ჯგუფი, რომლის შემოქმედებაში Korn-ის გავლენა იგრძნობა. The Subliminal Verses ჯგუფის მეოთხე ალბომია. Avril Lavigne's ახალი ალბომი 25 მაისს გამოვიდა გაყიდვაში და პირველივე კვირას Billboard-ის ჩარტის სათავეში მოექცა. Under My Skin დღეს ამერიკაში ყველაზე პოპულარული ალბომია. მასზე ლავინთან ერთად Evanescence-ის ყოფილი გიტარისტი Ben Moody-ც მუშაობდა. მაისში ლავინმა ამ ალბომის ხარდასაჭერი რამდენიმე კონცერტი ჩაატარა. აი ფერდი პასო მეგობრებო, დასავლეთია, ხოლო აღმოსავლეთი კი აღმოსავლეთი. Billboard-ის ჩარტების შემდეგ მე მსურს კვლავ წარმოგიგინოთ ანსამბლი ძველი თბილისი და ჩემთვის აი ძალიან სასიხარულოა, რომ ეს კულტურა არამსო არ კვდება ქალაქში, არამედ ამას, აი ახალი თაობაც იზრდება, ის თაობა მერე გაზრდის კიდე მომავალ თაობას და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ნამდვილად მუსიკა არის მშვენიერი, არაჩვეულებრივი, თან მხოლოდ თბილისისათვის დამახასიათებელი, ხო? ეს ისეთი მხოლოდ აქ ხდება ეგეთი რაღაცა, იმიტომ რომ ახლა დუდუკზე სასონხეთშიც უკრავენ, მაგრამ ის განსხვავებულია, იქ სხვა თემებია, იქ სხვა ჟღერადობა, აბსოლუტურად სხვა არის. აი ჩვენი ქალაქური მაინც თავისებური პეწი აქვს ამას, აი არაჩვეულებრივი, განუმეორებელი. აი შემდეგ კომპოზიციას რასაც შეასრულებთ რა არის? იჯას სოულს ქალაქური მუსიკა კიდევ ისეთივე არა, მაგრამ ეს რა პერიოდში სრულდებოდა თუ ნებისმიერ დროს? კეიფების დროს. ეს სრულდება მაგალითად რაც გინახავს ვეღარ ნახავს. დიახ. ეს მუსიკა. აჰა.
გიჟვარო ეძახის მოდიო გლახო აი მაშინ ეს ყარაჩოღლები რო იყო კი ყარაჩოღლები და აი ამიტომ ყარაჩოღლად გვაქვს ხო რა თქმა უნდა აუკარი პატაძო ქორწილიაო და შევასრულო აბა
Bravo. ძალიან მადლობა, არაჩვეულებრივია, ნამდვილად არაჩვეულებრივი და აი იგრძნობა მაინც ისევდა, ხო? რაღაც ისეთი თან სასაკვაო კომპოზიციაც არის, ხო? აქ პრინციპში საკეიფოც ის, მაგრამ ას გარკვეული სევდა ყოველთვის თანძდებს. ეს რაღაცა დამაწყნარებელია, ხო, რა თქმა უნდა, ეგ სიყვარულით არის გაჟღენთილი, აი აბსოლუტურად ყველაფრის მიმართ. ხო, აი ესეთია რაღაცა. და ერთგვარი ამაყიც არის და ასე შემდეგ. ფაქტიურად ეს არის ერთგვარი ქართული ბლუზი. თუ შეიძლება ესე ითქვას და ჩვენ მომდევნო 10 ხარ უკვე გადაცემაში ეს არის სოლო ალფაბეტი, რომელშიც თქვენ შეხვდებით bluesman Eric Clapton's. Clapton is God, ესე ეწერა ერთი პერიოდი კედლებზე დიდ ბრიტანეთში. აი ხარა. გამოჩენილი ბრიტანელი ბლუზმენი ერიკ კლეპტონი 1955 წლის 30 მარტს დაიბადა. 14 წლის ასაკში პირველად მოკიდა ხელი გიტარას, ხოლო 18 წლისა უკვე საკმაოდ ცნობილი მუსიკოსი იყო. მისი სახელი ორჯერ არის შეტანილი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში. კლეპტონი ბავშვობიდან საკმაოდ შრომის მოყვარე ადამიანი იყო, რის გამოც ძალიან მოკლე ხანში მოახერხა შესამჩნევი ოსტატობისთვის მიაღწია. 16 წლის ასაკში ის უკვე უკრავდა ჯგუფში სახელწოდებით The Roosters და საკმაოდ გაიმდიდრა თავისი ცოდნა. თუმცა ნამდვილი წარმატება მასთან 1963 წელს მოვიდა, როდესაც ის მიიწვიეს ჯგუფში სახელწოდებით The Yardbirds. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯგუფი საკმაოდ დიდი მედებს იძლეოდა, კლეპტონის მისვლამდე მას ვერავინ ამჩნევდა. კლეპტონმა გიტარისტ ტონი ტოფჰემის დროებით წასვლით ისარგებლა და არამხოლოდ სრულყოფილად შეცვალა ის, არამედ ჯგუფი სრულიად განსხვავებულ კოლექტივად აქცია. მის სოლოებს გიტარაზე ყველა აღთოვანებაში მოჰყავდა. მისი შესრულების მანერით თვით ბრიტანული ბლუზის მამა, ჯონ მეიარიც კი განსაკუთრებული იყო. თუმცა პოპულარობასთან ერთად ჯგუფმა კომერციისაკენ აიღო გეზი და კლეპტონმა 1965 წელს კოლექტივი დატოვა. ამის შემდეგ მან გადაწყვიტა ჯონ მეიარის ჯგუფში მოესინჯა ძალები. Blues Breakers-ი კლეპტონთან ერთად მანამდე არ ნახულად პოპულარული გახდა. კლეპტონს კი მსმენელებმა არც მეტი, არც ნაკლები ღმერთი შეარქვეს. 1966 წელს გამოსული ალბომი Blues Breakers with Eric Clapton ბრიტანული ბლუზის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად ითვლება. 1966 წელს კლეპტონმა Blues Breakers-იც დატოვა და გადაწყვიტა საკუთარი ჯგუფი ჩამოეყალიბებინა. თავდაპირველად დაგეგმილი იყო, რომ ჯგუფს სახელწოდებით Cream ტრადიციული ბლუზი უნდა შეესრულებინა, მაგრამ საბოლოო ჯამში ის ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე ლეგენდარულ კოლექტივად იქცა და უამრავ ახალ მიმართულებას დაუდო სათავე. პრინციპში ის, რომ Cream პოპულარული იქნებოდა, ამაში ეჭვიც არავის ეპარებოდა, რადგან მასში უკრავდნენ იმ დროს ყველაზე ნიჭიერი მუსიკოსები, ბასისტი ჯერკ ბრუსი და დრამერი ჯინჯერ ბეიკერი. დამახასიათებელი ჟღერადობა ჯგუფის პირველივე ალბომს ეთყობოდა. ტრადიციული ბლუზი შეხამებული ჯაზთან და ფსიქოდელიასთან მხოლოდ ჯიმი ჰენდრიქსის მუსიკას თუ შეედრებოდა. ძირითადად მუსიკას ჯერკ ბრუსი წერდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ჯგუფის წარმატებაში სამივე მუსიკოს უდიდესი წვლილი მიუძღოდა. ყველაზე ცნობილი ალბომი სახელწოდებით Wheel of Fire Cream-მა 1968 წელს გამოსცა. მუსიკოსები როგორც ჩანს მიხვდნენ, რომ ეს მათი შემოქმედების მწვერვალი იყო და გამოსამშვიდობებელი კონცერტის ჩატარების შემდეგ დაიშალნენ. ამის შემდეგ კლეპტონი ჯინჯერ ბეიკერთან ერთად კიდევ ერთ ჯგუფს შეუერთდა. ეს იყო კოლექტივის სახელად Blind Faith. მათი მუსიკა საკმაოდ განსხვავდებოდა იმისაგან, რასაც Cream-ი უკრავდა და უფრო Led Zeppelin-ს მოგვაგონებდა. Blind Faith ინგლისსა და ამერიკაში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა, მაგრამ სულ რამდენიმე თვე იარსება. ერთი ალბომის გამოშვებისა და ერთი საკონცერტო ტურნეს ჩატარების შემდეგ ჯგუფი დაიშალა და კლეპტონი კვლავ მარტო დარჩა. მან სოლო კარიერის დაწყება გადაწყვიტა. პირველი ალბომი საკმაოდ მოსაწყენი გამოდგა, მაგრამ შემდეგი ნამუშევარი უკვე წარმატებული იყო. თუმცა ჯგუფ Allman Brothers ბენდის გიტარისტ Duane Allman-თან ერთად ჩაწერილი დისკი Layla გამოვიდა ჯგუფ Derek and the Dominos სახელით. ამის შემდეგ მუსიკოსებმა კიდევ ცოტა ხანი იმუშავეს ერთად და დაიშალნენ. კლეპტონი, რომელიც იმ დროს წარმატების მწვერვალზე იმყოფებოდა, 3 წლით გაუჩინარდა. ამის მიზეზი ნარკოტიკები გახდა. ჯერ კიდევ ალბომ Layla-ს ჩაწერის დროს გაიცნო მან ეს ნივთიერება და სულ მალე მასზე დამოკიდებული გახდა. ყველაფერი ეს ცუდად დასრულდებოდა, რომ არა კლეპტონის მეგობრები. სწორედ მათ გაუკეთეს ორგანიზება კლეპტონის დაბრუნებას და გრანდიოზული კონცერტიც მოუწყვეს. ამის შემდეგ კლეპტონმა სარეაბილიტაციო კურსი გაიარა და თავისი მორიგი ალბომი გამოსცა. დისკმა 461 Ocean Boulevard ცოტა არტყილს გააკვირვა მუსიკის მოყვარულები. კლეპტონი, რომელმაც რამდენიმე წლით ადრე ჯგუფი Yardbirds დატოვა მათი მუსიკის ზედმეტი კომერციულობის გამო, ახლა თავად უკრავდა პოპ-როკის მსგავს მუსიკას. მიუხედავად ამისა, ხალხმა ეს ალბომი თბილად მიიღო. განსაკუთრებული პოპულარობა კი მოიპოვა სიმღერამ I Shot the Sheriff.
1975 წლიდან დაწყებული კლეპტონის ყოველ ახალ ალბომში აუცილებლად შედიოდა 2-3 კლასიკური ბლუზური კომპოზიცია, დანარჩენი კი კვლავ პოპ-როკი იყო. 1989 წელს გამოდის შესანიშნავი ალბომი სახელწოდებით Journeyman, რომელმაც კლეპტონს კიდევ უფრო დიდი პოპულარობა მოუტანა და კრიტიკოსების პატივისცემა დაუბრუნა. 1992 წელს გამოდის აკუსტიკური ალბომი სახელწოდებით Unplugged, რომელიც ასევე საკმაოდ პოპულარული გახდა და 6 გრემი მოიპოვა. დღეისათვის კი კლეპტონის ბოლო ნამუშევარია დისკი Me and Mr. Johnson, რომელშიც ის ტრადიციულ ბლუზს უკრავს. ბატონო რობინზონი, აი მხოლოდ ქალაქური თემები, მხოლოდ ქალაქურ თემებს ასრულებთ ახლა თქვენ თუ აი გაქვთ კიდევ რეპერტუარში სიტყვაზე? კი, გვაქვს რეპერტუარში და მე მინდა რომ ჩვენ ჩამოვზანოთ დასავლეთის ხალხს მიუძღვნათ ერთი. ძალიან კარგი, მე დასავლეთის წარმომადგენელი ვარ და პოპურ შევუსრულებ. დიახ. პოპური ასე თქვა დასავლური, ნუ იმერული. იმიტომ მაგრამ ქალაქურები მე არ დაგვემდურულა. რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მადლობა მოგზაურობისათვის. მე პირადად გემშვიდობებით ძვირფასო თანამაყურებლებო, ოღონდ რა თქმა უნდა გიტოვებთ ანსამბლს, მედუდუკეთ ანსამბლს ძველ თბილისს. წარმატებას გისურვებთ და კიდევ იმედია არაერთხელ შევხვდებით ჩვენ. დიდი მადლობა. ეხლა კი შესრულება თქვენთვის პოპური დასავლეთ საქართველოს თემები.
კი, ეხლა შევასრულებთ კიდევ ხმაგულისა, კიდევ ქალაქური. ოსი გამადავენ. ხმაგულის ხო. თუმბაღნი. ეხლა ერთი ქალაქური მელოდია შევასრულოთ შუშტარი.